წიგნები იბადება წიგნებიდან და ტექსტები ჩნდება ტექსტებიდან. გარსია მარკესის მარტოობის 100 წელიწადი არის სრულიად შესანიშნავი მაგალითი ამ ზოგადი კანონისა. თქვენ ასაკურველია შეიძლება წაიკითხოთ, როგორ იყენებდა გარსია მარკესი თავის ბიოგრაფიას ამ რომანის მასალისათვის, მაგალითად როგორ გავდა მატრიარქი ურსულა სინამდვილეში გარსია მარკესისავე ბებიას, როგორ გავდა ბევრი პერსონაჟი მის დედას და ასე შემდეგ. მაგრამ სინამდვილეში ეს რომანის გასაგებად არაფერს მოგვცემს, იმიტომ რომ ბებია, დედა და საინტერესო ნათესავები ალბათ ყველა ჩვენგანს ყოლია. მაგრამ ასეთ რომანი არცაც არ დაგვიწერია და ეს არ არის გენიის არქონის ბრალი. ეს არის იმის ბრალი, რომ მარკესთან ტექსტი სინამდვილეში სრულიად სხვა ტექსტის შედეგად დაიბადა. ჩვენ ეს ტექსტი ვიცით რომელია, ეს არის ფოლკნერის აბესალომი, რომელიც არის ალბათ ფოლკნერის საუკეთესო რომანი, ანუ ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი საუკეთესო რომანი, ახლად 30 წლის წინ მარკესის ამ შედევრს და ჩვენ ვიცით და ამიტომ მომწონს მე ზუსტად მარკესის რომანი როგორც ილუსტრაცია კანონისა, რომლის მიხედვით წიგნი მხოლოდ წიგნიდან იბადება, ჩვენ ვიცით როდის მიხვდა მარკესი, რომ შეეძლო ეს რომანი დაეწერა, მანამდე ის ბევრს ცდილობდა, მაგრამ ავტობუსით მოგზაურობისას მისისიპის შტატში და მოგზაურობდა იმიტომ, რომ ენახა თავში საყვარელი მწერლის ფოლკნერის ადგილები ხო? მშობლიური ადგილები, უცებ მას გაუნათდა გონება და რატომ გაუნათდა გონება? იმიტომ რომ ის მიხვდა, რომ მისისიპი სინამდვილეში ძალიან გავს კოლუმბიას. რას მიხვდა ის? ის მიხვდა, რომ სინამდვილეში ფოლკნერი რაზეც წერდა, იგივე ლანდშაფტი, იგივე მასალა ჰქონდა თვითონაც. ანუ მარკესთან დაიბადა შეძლების შესაძლებლობა, იმიტომ რომ დაკავშირდა მისი ლანდშაფტი ფოლკნერისავე ლანდშაფტს. ჩვენ ვიცით მე რაც ხდება, მარკესი იკეტება 18 თვით თავის ოთახში, როგორც ლეგენდის მიხედვით ლამის არ გამოდის იქიდან, მთელ ვალებს იღებს მისი მეუღლე და ბოლოს გამოდის, გამოაქვს წიგნი და მეუღლე ახვედრებს $10,000 ქვითრებს. როგორც ისე ასე ყვებიან, მართალია თუ არა არ ვიცით, მაგრამ ფაქტია რომ დაბადება რომანისა მოხდა სწორედ იდენტიფიკაციიდან სხვა რომანთან და ამ რომანის ლანდშაფტთან. ჩვენთან პრობლემა გარსია მარკესის რომანებთან არის ის, რომ ჩვენ ისინი იმდენად ადრე წავიკითხეთ, რომ პრინციპში ალბათ მაშინ კითხვაც არ ვიცოდით. ეს ძალიან სპეციფიკური ამბავია, იმიტომ რომ გადასვლა ჩვეულებრივი ლიტერატურიდან მოდერნულ ლიტერატურაზე რთულია ხოლმე. პირადად მე შემიძლია გითხრათ, რომ ბავშვობაში ძალიან ბევრს კითხულობდი, მაგალითად სამეცნიერო ფანტასტიკას და მახსოვს, რომ კითხვა თავიდან ვისწავლე, როცა ხელში ჩამივიდა ნაბოკოვის რომანი. და მივხვდი, რომ ჩემი კითხვის ჩვევები სადღაც არ იყო საკმარისი ნაბოკოვის ასაკითხად, ხო? ზუსტად იგივე ბევრ ჩვენგანს დარწმუნებული ვარ დაემართა მარტოობის 100 წელიწადთან მიმართებაში, იმიტომ რომ ჩვენ ეს რომანი წავიკითხეთ იქამდე, სანამ ჩვენ დავიჭერდით მაგალითად მეტაფორების გამოცნობის თუ ალეგორიების ამოხსნის ხელოვნებას თუ ინტერტექსტუალობის ცოდნას შევიძენით. ამ მხრივ ბევრად უფრო გაუმართლად ბორხეს, რომელზეც ალბათ ბევრმა ჩვენგანმა კითხვა ისწავლა, ხო? ან მაგალითად ლოსას, ან ბიოიკასარეს და ასე შემდეგ. მარკესი იმდენად პირადად შეგვიძლია, იმდენად პირველადი ტექსტი იყო, რომ ესა მეგონა რომ ბევრად უფრო ძველი იყო, ვიდრე სინამდვილეში აღმოჩნდა. როცა აღმოაჩინა 67 წელს იყო დაწერილი და სინამდვილეში კორტასარის რომანმა გავლენა მოახდინა მარკესზე, მე ვიყავი შოკში. თუმცა მეგონა რომ მარკესი ეს ყო პატრიარქი რომლიდანაც ყველაფერი დაიწყო. რეალურად ასე მოხდა მართლა ლათინური ამერიკის ლიტერატურა თუ გინდა ერთ წიგნში მოვიხელთოთ, ეს წიგნი არის ზუსტად მარტოობის 100 წელიწადი, ითვლება რომ სერვანტესის დონ კიხოტის შემდეგ ის იყო და დღემდე რჩება ყველაზე გაყიდვად წიგნად ესპანურ ენაზე.
და ქართული ლიტერატურის სხვაშორის დიდი გავლენა აქვს მოხდენილი, მაგალითად, ალბათ მე-20 საუკუნის საუკეთესო მწერალი ლოდარ ჭილაძის პირველი და საუკეთესო რომანი არ დაიწერებოდა რომ არა მარტოობის ასცენაც არის რუსული თარგმანი, ხო? და პრინციპში პოპულარობა გარსია მარკესის ძალიან ჩვენ მარკესს ვამბობთ ხოლმე და სინამდვილეში ადამიანის გვარი ორი სიტყვისგან შედგება გარსია მარკესია იმდენად პოპულარული იყო რომ მე მახსოვს ერთ-ერთი წიგნების მაღაზიაში ახალგაზრდა გოგონა ითხოვა რომ მარტოობის 1001 ღამე ხო არა გაქვთ და მართალია ეს რაღაც ილო იყო მაგრამ მეორე მხრივ იყო ამაში რაღაცა ღრმა განზომილება იმიტომ რომ რაღაც ამითი მიანიშნებდა ეს არცოდნა იყო რასაკვირველია ფანტასტიკური ხასიათი ამ რომანისა და ასევე ეპიკური ხასიათი იმიტომ რომ ეს რომანი არის გამორჩეული იმით რომ ის გარკვეული აზრით უბრუნდება ეპოსისა და თხრობის წინარე მოდერნულ რაღაცა სახეს და რაც ჩვენ გვაქვს ეს არის ერთი გაბმული აი ტალღასავით წყალივით მომდინარე თხრობა რომელიც თავის თავში სცენებს არ მოიცავს და ეს არის სწორედ მისი უნიკალობა ეს არის სწორედ მისი პოეტურობა და ამბობენ ხოლმე რომ ეს არის ლამის ერთი გაბმული ლექსები და ასეც არის მართლა პლუს ამას გარსია მარკესის ამ რომანს იმიტომაც შეიძლება არ გაუმართლა რომ ის რასაკვირველია ადვილად წაკითხვა და ჩვენ შეგვეძლო ის იმასში წაგვეკითხა როცა ჯერ კითხვა არ ვიცოდეთ ხო და კითხვა არ ვიცოდეთ რასაკვირველია მე არ გულისხმობ პირდაპირ როცა ვთქვათ ფოლკლორს აქვს ესეთი გამოთქმები მაგათ ამბობს ხოლმე რომ კითხვა მაშინ ვისწავლე როცა პირველი რომანი დავწერებო ხო არა იგულისხმება მართლა რთული წიგნის გარჩევა და ჩვენ პრინციპში ეს რომანი არის ზუსტად ყველაზე კარგი მაგალითი იმისა თუ რას ნიშნავს კითხვა და მე იმედი მაქვს რომ ცოტა უკეთესად გავიგებთ თუ მას დაწვრილებით განვიხილავთ მასში არის ელემენტები რომლებიც შეაძლებელს ხდის ის იყოს პოპულარული რომანი. თვითონ მარკესი მას გარსია მარკესი მას ადარებდა ბოლეროს, ეს არის ლათინურ ამერიკული სენტიმენტალური არც ისე კარგი გემოვნების მუსიკალური ჟანრი, ცეკვის ჟანრი და ის ამბობდა რომ პრინციპში ერთ-ერთი პრობლემა რომელიც აქვს მოდერნიზმს ეს არის ემოციებისა და გულის უარყოფა და ამიტომ ეს სენტიმენტალიზმს და ცუდ გემოვნებას თავისი ენერგია აქვს, რომელსაც გარსია მარკესი ძალიან ინტენსიურად იხილავს, ხო? და არის ამაში ამ რომანში რაც ვულგარული, თუმცა ეს ვულგარული შერეულია ამაღლებით. და პრინციპში ეს არის გზა, რომელიც ძალიან ბევრმა შემდგომი პერიოდის ლათინურ ამერიკულმა მწერალმა გამოიყენა, მაგალითად ვარგას ლოსომ. მოგეხსენებათ, რომ ვარგას ლოსა არა მარტო დიდი თაყვანისმცემელი იყო გარსია მარკესისა, არამედ მას ეკუთვნის ალბათ მასზე ერთი ყველაზე კარგი წიგნი, უზარმაზარი შვიდასგვერდიანი, რომელსაც ჰქვია ისტორია ღვთის მკვლელობისა და ძალიან კარგი მეგობრებიც იყვნენ, სანამ ვარგას ლოსა სახეში გაარტყამდა გარსია მარკეს და ამის შემდეგ ისინი გაიგებდნენ მასაკურველია და სხვაშორის საკმაოდ საინტერესოა რატო და როგორ და ესე ვთქვათ ინტერნეტში დასწრებულობა რომ მისი მოძებნა შეიძლება ამბავი შეემხოთ მათ. მაგრამ ცხადია რომ დაუბრუნდეთ ისევ ტექსტებს, საიდანაც ეს რომანი იშვა, ერთადერთი ტექსტი ფოლკნერის არ ყოფილა. პრინციპში ჩვენ როგორც კი ნასწავლი კითხვის ჩვენები დავუბრუნდებით ამ რომანს, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ამ რომანში არსებობს ძალიან რთული სისტემა ლიტერატურული მითითებებისა და ორი მთავარი დიდი ტექსტი, რომელიც ეს რომანი მუდმივად მიუთითებს, არის ბიბლია ერთი მხრივ და ოიდიპოსის ამბავი სოფოკლეს მიერ მოყოლილი მეორე მხრივ. ბიბლია, იმიტომ რომ როგორც ბიბლიაში, ასევე ამ რომანში არსებობს როგორც დაბადება, ისე აპოკალიფსი და პირდაპირ არის მითითებები, ხო? დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენას, ყველა თქვენას ახსოვს პრინციპში ამ რომანის სიუჟეტი, ამიტომ მე არ შეგეწყვეტ ამით მისი მოყოლით თავს, თქვენ გახსოვთ თავიდანვე ბუენდიების ოჯახში ჩნდება ფიგურა, რომელიც რეალურად ეშმაკის როლს თამაშობს და ამ ცთუნებით იწყება და მთავრდება თვითონ ამ სამყაროს
განადგურებით, სოფლის განადგურებით, ანუ რეალურად ეს არის ისტორია დაბადებიდან აპოკალიფსამდე, გამოცხადებამდე და მეორე მხრივ რასაკვირველია ოიდიპოსის მითი, ეს არის მითი, რომელიც ამბავი, რომელიც გვეუბნება წინასწარმეტყველებაზე, რომელიც აუცილებლად ახდება მიუხედავად იმისა, რომ მისი ძალიან ნიშნია და მის თავიდან ასლებას ცდილობენ, მოგეხსენებათ რა წინასწარმეტყველებაა რომანში, ეს არის რომ ინცესტის შედეგად დაიბადება ღორისკუდიანი ბავშვი. და ეს იქნება გვარის და დასახლების დასასრული, ხო? სხვათა შორის ასევე ერთ-ერთი თემა, რასაკვირველია აბესალომშიც ინცესტი ეს ერთ-ერთი მთავარი თემაა და არ არის ეს შემთხვევითი, რომ ამ ორ რომანში გადაძახილები არსებობს. მაგრამ რასაკვირველია ოიდიპოსის თემა არ არის შეზღუდული მხოლოდ ამ კონკრეტულ წინასწარმეტყველების ამბით და იმისათვის რომ ჩვენ ვნახოთ რა არის ოიდიპოსის თემის მთავარი გაშლა, ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ სინამდვილეში რაც უნდა ბრწყინვალე და ლამაზი იყოს ამ რომანის დაწყება და მართლა ყველა ჩვენგანს ახსოვს, ხო? მათ შორის იმათაც ალბათ ახსოვთ, ვისაც ბოლომდე არ წაუკითხავს, იმიტომ რომ დაწყება მართლა ესეთი ძალიან შთამბეჭდავია ამ რომანის, მაგრამ მთავარი ამ რომანში არის დასაწყისი, არამედ დასასრული. დასასრული არის უნიკალური სცენა, როდესაც გვარის ბოლო წარმომადგენელი კითხულობს სანსკრიტზე დაწერილ ხელნაწერს და ამ ხელნაწერში კითხულობს არა მხოლოდ თავისი გვარის ისტორიაზე, თავის ისტორიას, არამედ კითხულობს იმას, თუ რაც იმ წამში ხდება. ანუ კითხვის მომენტი ემთხვევა ხდომილების მომენტს. რასაკვირველია ეს, ასე ვთქვათ, მხოლოდ მაგიური რეალიზმის ტიპის ტექსტებში შეიძლება მოხდეს, რომ ადამიანი კითხულობდეს და იმავე წამში ხდებოდეს ის, რასაც ის კითხულობს, ხო? იმიტომ რომ ეს არის წინასწარმეტყველური ტექსტი, ჟანრია ასეთი, მაგრამ მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში არის ის, რომ პრინციპში ამ დასასრულში ჩვენ ვხედავთ ადამიანური გამოცდილების სტრუქტურას, რომელიც ბევრ სხვა ტექსტშია გადმოცემული და რომლის ახსენასაც მე შევეცდები. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ გარსია მარკესი დიდ გავლენას განიცდის თავისი ასე ლათინოამერიკელი წინამორბედისა და ეს არის ცხადია ბორხესი. იმიტომ რომ ეს სტრუქტურა ბორხესმა აღწერა დაახლოებით 20-25 წელს უფრო ადრე თავის მოთხრობებში. რამდენიმე მოთხრობა მე ორს გამოვყობ ხოლოს, ერთს ქვია წრის ფორმის ალბათ ნანგრევები, სადაც ადამიანი ქმნის სხვა ქმნილებას და უცებ აღმოაჩენს, რომ თვითონაც ხმის შექმნილია. და არის მეორეცა და ბოლო მოთხრობის ბოლო ფრაზები არის აღმოჩენა, რომ სინამდვილეში ის ნამდვილი ადამიანი კი არ არის, არამედ ვიღაცის სხვის მიერ შექმნილი კრეატურაა, ხო? რაც რასაკვირველია გავს მარტოობის 100 წელსაც, თუმცა ადამიანი აღმოაჩენს სინამდვილეში პერსონაჟი, ტექსტის პერსონაჟია და სხვა არაფერი. ეს არის ერთი. და მეორე არის ბრწყინვალე მოთხრობა, რომელსაც ქვია სიკვდილი და კომპასი. და ეს არის მოთხრობა, რომელიც ჩვენ დეტექტიური სიუჟეტის სხვა განვითარებას გვთავაზობს. ეს არის მოთხრობა, რომელშიც დეტექტივი ეძებს დანაშაულს და აღმოაჩენს, რომ დანაშაული ხდება ქალაქის ისეთ ადგილებში, რომლებსაც დახაზავ გამოდის კვადრატი. და სამი დანაშაულის მერე გამოიწვის მეოთხე სად მოხდება, მიდის იქ და აღმოჩნდება, რომ ჩასაფრებულია ბოროტმოქმედი, რომელსაც ის უნდა მოხდეს. რეალურად დანაშაული ხდებოდა მხოლოდ იმისათვის, რომ დეტექტივი მიეტყუებინათ იმ ადგილას. უფრო ნათელი მაგალითი რომ მოგიყვანთ, ახლა არსებობს ძალიან პოპულარული სერიალი შერლოკი, იცით ალბათ, ბევრი თქვენგანი შეიძლება უყურებს და რასაკვირველია, ეს არის ეკრანიზაცია BBC-ის სერიალია, ეს არის ეკრანიზაცია კონან დოილის მოთხრობების, მაგრამ მათ შორის არსებობს უზარმაზარი სხვაობა.
კონანდოულის მოთხრობებში არსებობს ობიექტური დანაშაული, მე დეტექტივი ჭკვიანი შერლოკ ჰოლმსი მოდის და იძიებს მას. რა ხდება BBC-ის სერიალში? BBC-ის სერიალში ყველა დანაშაული ხდება იმიტომ, რომ არსებობს შერლოკ ჰოლმსი, რომელთან თამაშიც უნდა ფსიქოპატ მორიარტის. ეს რადიკალურად სულისდო დეტექტივის იდეას, იმიტომ რომ არ არსებობს დეტექტივი, არ დანაშაული არ არსებობდა. დეტექტივი მთლიანად არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ დანაშაული იმიტომ არსებობს, რომ დეტექტივი არსებობს, რომელიც მას იცნობს. ჩვენ შეგვეძლო ვთქვა, რომ აი ეს არის პოსტმოდერნული თამაში, მაგრამ სინამდვილეში რასაკვირველია, ეს არის ოიდიპალურის ტექსტის სტრუქტურა, იმიტომ რომ ოიდიპოსიც სხვა არაფერს აკეთებს, თუ არა იძიებს დანაშაულს, რომელიც თვითონ აქვს ჩადენილი. ანუ თვითონ არის დანაშაული, თვითონ არის დეტექტივი, ხო? და ჩვენ ვხედავთ ამ ოიდიპალური სტრუქტურის ვარიაციებს სხვადასხვა სახეს აი ამ სრულად განსხვავებულ ტექსტებში. არა კონანდოულთან, მაგრამ მოგვიყვება BBC-ის შერლოკში, ბორხესთან და გარსია მარკესთან. მაგრამ საინტერესო ამ შემთხვევაში არის ის, რომ როგორ უნდა დავიგოთ ჩვენ თვითონ გარსია მარკესის რომანში ეს სტრუქტურა. რა ხდება, ხო? პერსონაჟი წიგნის კითხულობს ხელნაწერს, რომელშიც ის უკვე აღწერილი. ანუ ის აღმოაჩენს, რომ პერსონაჟია. კი ბატონო, მაგრამ ვინ არის მისი ავტორი? ჩვენ შეიძლება ვთქვათ, ავტორი ხო არსებობს, ხო ეს არის ის ადამიანი, ის პატრიარქი, ასე ვთქვათ, ამ დასახლებისა, მელქიადესი, რომელიც ჯერ ეშმაკის როლს თამაშობდა, შემდეგ რამდენჯერმე გარდაიცვალა, შემდეგ რამდენჯერმე დაბრუნდა, როგორც ჯერ გაცოცხლებული, შემდეგ როგორც მოჩვენება, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ იმ ტექსტს რომელსაც კითხულობს თავარი პერსონაჟი, უბრალოდ ბოლო პერსონაჟი ამ რომანისა, მას ავტორი არ ყავს. რატო არ ყავს ავტორი? იმიტომ რომ სინამდვილეში ის მოჩვენების დაწერილია. ანუ გამოდის ისე, რომ ადამიანი უკვე ჩაწერილია ტექსტში და ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს ტექსტი ვიღაცას ეკუთვნის. პირიქით, ყველა ვიღაც ეკუთვნის ამ ტექსტს. ამას გვეუბნება ჩვენ გარსია მარკესის რომანი და რეალურად სადაც ჩვენ ვხვდებით, ეს არის ზუსტად ის, რომ ჩვენ არ ვარსებობ ტექსტის მიღმა და ტექსტის გარეშე, ჩვენთვის ტექსტი რაც გარეგანი კი არ არის, რომელსაც ვინ არ წავიკითხავთ. არამედ ჩვენ მასში მუდმივად უკვე ჩართულები ვართ, ჩვენი ადგილი იქ უკვე მუდმივად გაწერილია და ეს ეხება როგორც ლიტერატურულ ტექსტს, ისე ცხოვრების ტექსტს. ლიტერატურის გასაგები რატო ეხება, ხო? იმიტომ რომ ლიტერატურულ ტექსტში არსებობს ადგილები, რომლებიც შენ როგორც მკითხველმა შეიძლება დაიკავო. და ძირითადად შენ განსაზღვრული ხარ, როგორ წახვალ, ხო? მაგალითად, გასაგებია, რომ პირველი გვერდიდან დაიწყო და ბოლოს გახვალ, ამას გაიგებ, ამას არა და ასე შემდეგ. მაგრამ ისე ვიმეორებ, ეს არის არა ავტორის მიერ მანიპულირებული კითხველი, არამედ მკითხველის ისე როგორც ავტორის პოზიცია ჩაწერილი ტექსტში და ასევე ცხოვრებაში, როცა ჩვენ ლიტერატურიდან ცხოვრებაზე გადავდივართ, ჩვენ ვხედავთ ცხოვრების ტექსტს, რომელშიც გარსია მარკესის მიხედვით წინასწარ არის განსაზღვრული რა მოხდება. იმისათვის, რომ უფრო ნათლად გავიგოთ ახლა, როგორ შეიძლება ეს, ასე ვთქვათ, ამას შევძინოთ რეალური აზრი და არ დავტოვოთ რაღაცა მისტიკურ, ასე ვთქვათ, მისტიკურ სპეკულაციად, ხო? მე უნდა გავიხსენო ამ რომანის მთავარი ელემენტი და ეს ელემენტი მოგეხსენებათ რა არის? არის მუდმივი გამეორებები. თქვენ დარწმუნებული ვარ გახსოვთ, რომ ეს არის გამოუგნებელი რომანი, რომელშიც 7 თაობის წარმომადგენლებს ქმნიათ ერთი და იგივე სახელები. რაც თვითონ თული აღწერო ხო თქვა ამარანტა რომელი ამარანტაა, იმიტომ რომ ყველა თაობაში ყავს ამარანტა, ხო? რატო? იმიტომ რომ ეს არის სივრცე, სადაც დრო მიმდინარეობს არა სწორხაზოვნად, არამედ ციკლურად. ეს პირდაპირ არის ნათქვამი, დრო კი არ გადის, არამედ მუდმივად თავის თავს უბრუნდება. შესაბამისად,
მეორდება ყველა თაობაში ერთი და იგივე ამბები. მაგალითად, მინიმუმ 3-ჯერ მახსოვს რომ მეორდება ამბავი, რომლის მიხედვითაც მამაკაცს მოყავს ცოლად ქალი, რომელიც მას უარს ეუბნება პირველ ხანებში სექსუალურ ურთიერთობაზე, სანამ ის მართლა ძალით არ ვთქვათ აიძულებს მას, რომ ეს აქტი შესრულდეს, ხო? ეს მეორდება რამდენჯერმე. რატომ მეორდება? იმიტომ რომ სინამდვილეში ამ სივრცის და ამ ოჯახის და ამ დასახლების ცხოვრება განსაზღვრულია უკვე წინასწარი სტრუქტურებით, რომლებიც ერთმანეთს იმეორებს და იმეორებს. ისევ და ისევ ფოლკნერის გავლენაა, თქვენ თუ გახსოვთ, აბესალომში ამბავს ყობა კვენტინი. და კვენტინი ჩვენ ვიცით, ხმაურს და მძვინვარებაში ზუსტად იგივე პრობლემების წინაშე დგას, როგორც წინაშე პრობლემების დგას სატყვენი აბესალომში, ანუ გამეორება არის ინცესტის მოტივის, ხო? ფოლკნერთან ეს მოტივი მუდმივად მეორდება, ისევ როგორც ეს მოტივი მეორდება ამ კონკრეტულ რომანში, როგორც საფრთხე, როგორც ტრანსგრესია, რომელსაც ყურადღებას აქცევენ, არ აქცევენ, მაგრამ რომელიც ასტრუქტურირებს, შეიძლება ასე ითქვას, რომანის სივრცეს და რომელიც ისევ გვაგონებს ფოლკნერის ყველაზე ცნობილ ფრაზას, რომ წარსული არასოდეს მკვდარი, მეტიც წარსულიც კი არ არის. ეს არის სივრცე, რომელშიც ვერ ხდება წინსვლა, იმიტომ რომ წარსული მუდმივად მეორდება. რა სივრცეა ეს? ევროპულია თუ არა? ეხლა ეს ძალიან რთული საკითხი, იმიტომ რომ რასაკვირველია გარსია მარკესის რომანი ეკუთვნის ევროპული რომანის ტრადიციას. ოღონდ ეს არის ევროპული რომანის ტრადიცია სხვა სივრცეში და სხვა ლანდშაფტში მოხვედრება. ეს არის ტრადიცია, რომელიც არ იძიებს სხვა ტრადიციებს, მაგალითად თქვენ ვერ შეხვდებით პრინციპში თითქმის ვერანაირ ალუზიას და ძალიან თითქმის ვერანაირ ალუზიას აბორიგენების კულტურას, რომელიც დასაკვირველია ევროპელების ჩასვლამდე კოლუმბიაში არსებობდა. რასაკვირველია გარსია მარკესი ლაპარაკობს იმაზე თუ რა იყო იქ ცივილიზაციამდე, მაგრამ როგორ აღწერს იმ მდგომარეობას? აღწერს როგორც ევროპული ცივილიზაციის ფანტაზიას ბუნებით მდგომარეობაზე. ანუ არანაირად მას არ აინტერესებს ადგილობრივი, მაგრამ ინდიელები როგორ ცხოვრობენ, ხო? ეს ძალიან საინტერესო რაღაცაა, იმიტომ რომ ეს არის ევროპული სამყარო, რომელიც დაედო არაევროპულ სივრცეს. და ეფექტს რომელსაც გვაძლევს, არის მუდმივი ცუდი გამეორება. და ჩვენ ხვდებით, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი გადაძახილი ფოლკნერთან, იმიტომ რომ ფოლკნერის სამხრეთი არის ზუსტად ასეთივე სივრცე ამერიკის შეერთებული შტატების შიგნით. ეს არის სივრცე, რომელიც არ და ვერ გათავისუფლდა წარსულისაგან. და ასეთივე სტატუსი აქვს ლათინური ამერიკის ქვეყნებს, ეს არის და ლათინური ამერიკის სივრცეს, ეს არის სივრცე, სადაც ყველაფერი მუდმივად მეორდება, იმიტომ რომ იქ არ არის განვითარება და იქ არ არის იტყოდა მარკესის სიყვარული. ჩვენ გასაკვირველია, როგორც ინდივიდუალური სუბიექტები, როგორც კითხველები, უზარმაზარ სიამოვნებას ვიღებთ ამ რომანისგან და ასევე დიდი მოჯადოების ქვეშვა, თორსა მას ვკითხულობ და ასევე გვესმის ჩვენი ცხოვრების სტრუქტურა, რომელიც შეუძლებელს ხდის გათავისუფლება წინასწარ დაწერილი ტექსტისგან. მაგრამ შეუძლებელია დღეს როცა მას გადავიკითხავთ, არ შეგვეშინდეს როგორც კოლექტიურ სუბიექტს, არ გაგვიშინდეს შიში, რომ ჩვენ ხომ არ ცხოვრობთ ისეთ სივრცეში, როგორც მაკონდო. მაკონდო მოგეხსენებათ, ბანტუს ენაზე ნიშნავს ბანანს და ბანანის რესპუბლიკა გარკვეული აზრით არის ხოლმე, ხო? ასე ვთქვათ, მუდმივი დასახელება ლათინურამერიკული სახელმწიფოების და გარსია მარკესი გვიხსნის თუ რა არის აი ამ ბანანის სივრცის მთავარი კანონი, ეს არის მუდმივი გამეორება, აკვიატებული გამეორება, გარდაუვალი გამეორება და ეს გამეორება ხდება იმ სივრცეში, სადაც წინსვლა და პროგრესი ითვლება კანონად. შესაბამისად, შიში, რომელიც აუცილებლად გეუფლება, როცა დღევანდელი გადმოსახედიდან
მას შემდეგ რაც გავიდა 25 წელიწადი ამ რომანის პირველ წაკითხვამდე, როგორც ჩემ შემთხვევაში მაგალითად, ხო, არის დასაკვირველია ჩვენი სივრცეც, ჩვენი რეგიონიც ხوار ყალიბდება ასეთი ტიპის მაკრონდოს სივრცეს და ეიშიში დარწმუნებული ვარ, ბევრს შეიპყრობს თუ ამ რომას გადაიკეთოს. დიდი მადლობა ყველასთვის.